ამ გვარებს ვერ ვკითხულობ. Feng Xiaoxians მოკლედ რა, გრევე მოწყვიტა ადამიანი, ძალიან დიდი მომავალი ეჯღანება. მუხლით სახეში ისეთი მიცა, ბრუსლის ბიძაშვილი მეორე ჯეკი ჩანის დეიდაშვილს შეხვდა და თავი მოაგლიჯა, თავით ჩაარტა, მოდი გენაცვალი შემეშვია. სახე შეუნგრია ჯინ ლიანგს, პირდაპირ მუხლზე დაიკლა, მაგრამ რაც არის არის. ის გოგო როგორ არის, ცოცხალია, მკვდარია, დავტყბეთ კადრებით. ყველაზე ბრუტალური და ეფექტური ნოკაუტები UFC-ში გასული 2024 წლის. მე შევარჩიე 20 ესეთი უმაგრესი ნოკაუტი და თქვენ კიდევ დაწერეთ კომენტარებში თქვენი რჩეული 3, ტოპ 3. იქნება აქ როგორც ძალიან ცნობილი ტიპების ნოკაუტები, ასევე დებიუტანტების, ოღონდ ისეთი მაგარი დებიუტანტების, რომლებიც დიდი ალბათობით მომავალში ვარსკვლავები გახდებიან. დავიწყოთ 11 თებერვლიდან 77 კილოგრამ კატეგორიაში კარლოს პრატესი ხვდება ტრევინ ჯაილეს. ეს პრატესი სადებიუტო ბრძოლა იყო. მან ეფექტური პირდაპირი დარტყმით გაუშვა თავისი ოპონენტი დასაძინებლად და აქ აღსანიშნავი ის არის, რომ მან მაგის მერე კიდე 3 ბრძოლა ჩაატარა და 3-ვე ნოკაუტით მოიგო. ანუ ტიპმა 2024 წელს დებიუტანტი იყო და 4 ბრძოლა ჩაატარა და 4-ვე ნოკაუტით გაიმარჯვა. ნუ რა ვიცი, ალბათ იბადება ახალი ვარსკვლავი. ამავე 11 თებერვალს დენ იგი ხვდება ანდრე ფილის 66 კილოგრამში. იგი 2018 წლიდან არის UFC-ში და 15 ბრძოლიდან 9 ბრძოლა აქვს გამარჯვებით დასრულებული და აქაც უმაგრესი პირდაპირი დარტყმა და ოპონენტი უკვე ნოკაუტია, ბოლოს კიდევ საკონტროლო წერტილიც დაუსვა დაბლა. ამ ბრძოლის მერე იგი კიდევ 2 ბრძოლა ჩაატარა, მაგრამ საჯების გადაწყვეტილებით უკვე მომავალი ბრძოლები წააგო. თებერვალს ჟანგ მინიანგი და ბრენსონ ნობეირო 93 კილოგრამში ხვდებიან ერთმანეთს. ორივე მებრძოლისთვის ეს სადებიუტო ბრძოლა იყო UFC-ში. პირველივე წუთზე იაპონელმა ორიანი კომბინაციით ეგრევე დაანოკაუტა თავისი ოპონენტი და სანამ საჯი მოვიდოდა კიდევ 1-2 ტენა და გრევე მოწყვიტა ადამიანი და ამის მერე ამავე 2024 წელს იაპონელმა კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო, მაგრამ აქ აღსანიშნავია ის არის, რომ ტიპი 11 ზედიზედ გამარჯვებით მოდის MMA-ში, პროფესიონალებში 11 ზედიზედ გამარჯვება მოიპოვა და აქედან 2 გამარჯვება უკვე UFC-ში მოასწრო და ვფიქრობ, რომ ამ მასაც ძალიან დიდი მომავალი ეჯღანება. ამავე 18 თებერვალს გვახსოვს ვოლკანოვსკის და ილია თოფურიას ჩხუბი. ეს იყო ძალიან მაგარი დღე, იმიტომ რომ პირველ ქართველმა მოიპოვა UFC-ს ჩემპიონატი და გათიშა ისეთი ტიპი, რომელსაც თავის დივიზიონში ცხოვრებაში არ წაუგია და დავტყბეთ კადრებით. ორმარცკი 61 კილოგრამში ერთმანეთს ხვდებიან ვინისიუს დე ოლივეირა და ბერნარდ სოპაი. ამ ბრძოლის მესამე რაუნდში ოლივეირამ ისეთი ულამაზესი ნოკაუტი ტენა, რომ ძალიან ბევრი ექსპერტების და ბევრი გულშემატკივრების აზრით ეს ყველაზე მაგარი ნოკაუტი იყო. მან აჩქარებით, ნახტომში, მუხლით, სახეში ისეთი მიცა თავის ოპონენტს ამ ალბანელს, რომ რავი, მე მეგონა რომ ეს ტიპი უკვე მართლა მკვდარი იყო.
მეთ შნელი და სტივერცეგი ერთმანეთს ხვდებიან იგივე 2 მარტს, იგივე 61 კილოგრამში და მეორე რაუნდში ავსტრალიელმა მოკლე ჰუკით ძალიან მაგარი ნოკაუტი მოიპოვა. სხვათა შორის ამის მერე ერცეგი სატიტულო ბრძოლას გამართავს პანტოჟასთან, მაგრამ პანტოჟა არის. 5 რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით მან მაინც წააგო ჩემპიონთან. მარტს ბენუა სენდენი ხვდება დასტინ პორიეს. დასტინ პორიე, ყველამ ვიცით რა მაგარი მებრძოლია, მაგრამ წინა ბრძოლა ჰქონდა მას წაგებული ჯასტინ გეიჯთან და თავისი ოპონენტი კიდე 5 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა. აქ მეორე რაუნდში პორიემ უმაგრესი მარჯვენა ჰუკით თავი მოაგლიჯა თავის ოპონენტს და მოასწრო და კიდევ ერთი ძირსაც ტენა. აპრილს BMF-ის ტიტულზე ერთმანეთს ხვდებიან ორი უმაგრესი მებრძოლი ჯასტინ გეიჯი და მაქს ჰოლუეი. უმაგრესი ჩხუბი ჩაატარეს 5 რაუნდის განმავლობაში და 5-ვე რაუნდში ლიდერობდა მაქს ჰოლუეი. ქულებითაც და ზოგადად უფრო მაგარი იყო და მეხუთე რაუნდის ბოლო წამებზე, ბოლო 5 თუ 6 წამი იყო დარჩენილი და პატიჟა ჰოლუეიმ გეიჯი პირდაპირ ცენტრში ოქტაგონის და ისეთი ნოკაუტი გააკეთა, არ ვიცი როგორ გაბედა, იმიტომ რომ არ არის ჯასტინ გეიჯი ვიღაცა ესეთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც შეგიძლია ესეთ დაპატიჟო და ბოლო წამებზე რაღაცა ქნა, იმიტომ რომ შეუძლია იმან ისეთი დაგარტყას, რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი, მაგრამ მაქს ჰოლუეის ფეხებზე ეკიდა დაპატიჟა და ქაოტური რაღაცა ქუჩური მოჩხუბარი სტილში გააქანა და რა ვიცი, ეგრევე თავით ჩაარჭა ოქტაგონის ცენტრში. ამავე ტურნირზე ქვისხელება ალექს პერეირა ხვდება ჯამალ ჰილს. სხვათა შორის, ვისაც არ უნახია ალექს პერეირაზე ჩემი გადაცემა, ძალიან მაგარი ვიდეოა, შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩემ არხზე და ნახოთ მასზე ეს ვიდეო. და ამ ნოკაუტს რაც ეხება, ალექს პერეირამ სასწაული ჩაიდინა. ჯერ ჰილმა უადგილას წაარტყა ფეხი, საჭიროა გონა რომ მოდი გავაჩერებო ამ ბრძოლასო. ალექს პერეირამ ესე გააჩერა, მოდი გენაცველი შემეშიო ერთი მიმიშვი ამასთან და ეგრევე მარცხენა აპერკოტით თუ პირდაპირი დარტყმით არ ვიცი, მაგრამ სახე შეუნგრია თავის მეტოქეს და ბოლოს რო დაეცა, მერე დააჯდა და დააფინიშა, მაგრამ რო დააკვირდეთ კადრებს, კი არ დაეცა, დაეცა და კონვულსიები ქონდა, რაღაცნაირად კანკალებდა რა. დავაკვირდეთ ვიდეოს. მაის ტერენს მაკინი ესტებიან რიბოვიჩს შეხვდა და 37 წამზე უმაგრესი ჰაიკიკით თავს აგლეჯს და მაგარი ნოკაუტი. აგვისტოს კიდევ კარლოს პრატესი ხვდება ალი ჯინ ლიანგს. მოკლედ ჩინური სახელები თუ შემეშალა მაპატიეთ რა. უმაგრესი დარტყმით აძინებს თავის ოპონენტს და ეს ნოკაუტი ცოცეულში შევიდა.
ფრანგი ფარეს ზიამი მეტფერველას წინააღმდეგ 28 სექტემბერს 70 კილოგრამ კატეგორიაში ზიამი მაგ დროისათვის 4 გამარჯვებით მოდიოდა ზედიზედ და მე-5 გამარჯვებად ნოკაუტით მოიპოვა. ეს იყო რაღაცა ფანტასტიკური ნოკაუტი. ფრანგმა ხელით კეფაში დაიჭირა და პირდაპირ მუხლზე დაიკლა თავისი ოპონენტი. ოქტომბერს ხუაკინ ბაკლინი შეხვდა სტივ ტომპსონს 77 კილოგრამში და ბაკლინმა კალიასავით ნახტომში ოვერჰენდით ულამაზესი ნოკაუტი გაიფორმა თავის კარიერაში და მერე დაგდებულსაც 1-2 ტენა, რა იცი, იქნებ გადარჩა და მერე რა ხდება. ოქტომბერს შარაბუდინ მაგამედოვი ხდება არმენ პეტროსიანს. ეს შარაბუდინისთვის, ანუ შარასთვის იყო მე-13 გამარჯვებით მოდიოდა და მე-14 გამარჯვება მოიპოვა მან თავისი ნოკაუტით. მე პირადად მაგრად არ მევასება შარა იმის მერე რაც ქართველებზე ილაპარაკა, მაგრამ რაც არის. მან ულამაზესი ორმაგი ბექფისტით გააფორმა თავისი ნოკაუტი და ზოგადად UFC-ის ისტორიაშიც ესეთი ლამაზი ნოკაუტი ესეთ მოძრაობაში ისტორიას არ ახსოვს. ამავე დღეს ჩვენმა მგელმა ილია თოფურია მაქს ჰოლოვეითან თავისი კამარი დაიცვა და პირადად ჩემთვის ეს ნოკაუტი პირველ ადგილზე არის და შეიძლება ისეთი ძალიან შთამბეჭდავი რაღაცა არ იყო, მაგრამ ისედაც ძალიან ლამაზი ნოკაუტი იყო, მაგრამ ეს იყო თავისი ტიტულის დაცვა, ეს იყო BMF-ის კამრის მოპოვება, ასევე თავისი სიტყვა შეასრულა თოფურიამ მაქს ჰოლოვეი, რომელიცაც ნოკაუტი ცხოვრებაში არასდროს არ უნახია, ნოკაუტიც ანახა და ბოლოს ქართველია რა და ჩემთვის ეს პირველ ადგილზეა. ნოემბერს მძიმე წონაში ლეგენდარული ჯონ ჯონსი ხდება ყველაზე ტიტულოვან მძიმე წონასას ტიპე მიოჩიჩს და ეს შეიძლება რაღაცა სასწაული ნოკაუტი არ იყო გათიშვით და რაღაცით, მაგრამ ჯონსმა ბრუნში ისეთი ტენა ფეხი ნეკნებში, რომ რა ვიცი, შესახედავად ჩანს, რომ ყველაფერი მთელი დიაფრაგმა შეიცვალა და ვინმე თუ იცით როგორ არის ტიპე მიოჩიჩი, მოტყდა ნეკნი თუ არ მოტყდა ნეკნი, არ ვიცი, დაწერეთ კომენტარებში, მაგრამ ჩემი აზრით მან ნეკნები მაგას რა ვიცი ვერ გადაიტანდნენ. ნოემბერი ამ გვარებს ვერ ვკითხულობ. ში მინგი შეხვდა ფენგ სიაოციანს სადებიუტო ბრძოლით კამარზე. მოკლედ რა, ერთი ჩინელი ბრუსლის ბიძაშვილი მეორე ჯეკი ჩანის დეიდაშვილს შეხვდა და ერთ-ერთმა გოგომ უმაგრესი ფეხი ტენა, ისეთი ტენა, რომ ეგრევე საკაცით გაიტანეს. მოკვდა 52 კილოგრამში ხდება ეს, მაგრამ 52 კილოგრამისთვის ესეთი დარტყმა კარიერა დაუნგრია. არ ვიცი ის გოგო როგორ არის, ცოცხალია, მკვდარია, ვინც იცის დაწერეთ კომენტარებში.
ამავე შეჯიბრზე მუსნინ სალიხოვი ხვდება კენან სონგ 77 კილოგრამ კატეგორიაში და აქაც ულამაზესი ფეხით ნოკაუტი ბრუნში სალიხოვმა აი თავი მოაგლიჯა. სხვათა შორის აი ალექსანდრე თოფურიამაც ისეთი გაიქნია უეჭველი მაგარი ნოკაუტი იქნებოდა. შევხედოთ ვიდეოს. მაიკლ ჯონსონი ოტმან აზაირატის წინააღმდეგ 15 დეკემბერი 71 კილოგრამი და ამერიკელმა აი რამოდენიმე მაგარი კომბინაცია გაუტარა, დააგდო თავისი ოპონენტი და ძირსაც ულამაზესად დააფინიშა. და ბოლოს ჯასტინ ჯეიკობი ვიტორ პეტრინოს წინააღმდეგ ამ წლის ბოლო და ულამაზესი ნოკაუტი. დაწერეთ კომენტარებში თქვენი ტოპ 3 რჩეული ნოკაუტები. იქამდე შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ UFC-ის ჩემპიონატი ჩატარდა და სადაც ალექსანდრე თოფურიამ თავის სადებიუტო ბრძოლა მოიგო. 84 კილოგრამში კიდევ დრიკუს დუპლესი შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ იცავდა თავის ქამარს და დაიცვა თავისი ქამარი და დღესდღეობით როგორც ჩანს დრიკუს დუპლესი შეხვდება ჰამზატ ჩიმაევს. ჩიმაევს UFC-ში ჯერ არ წაუგია. ბოლო მისი შეხვედრა იყო ყოფილ UFC-ის ჩემპიონთან რობერტ ვიტიკერთან, სადაც მან ყბა მოაგლიჯა მას, აი მართლა საოპერაციო დააწოინეს ვიტიკერი და თვითონ არის მზად ომისთვის ყველანაირად, მენტალურადაც და ფიზიკურადაც. დუპლესიად პრინციპში UFC-ში არ წაუგია, 9 ზედიზედ გამარჯვებით მოდის და მან მოასწრო ქამრის მოპოვება და ორჯერ დაიცვა ის ქამარი. ამ გზაზე უმაგრესი მოჩხუბრებთან მოუწია მას შერკინება და ყველა ბრძოლა მოიგო ისეთ ტიპებთან როგორც არის ისრაელ ადესანია, ვიტეკერი, სტრიკლენდი. მოკლედ დაწერეთ კომენტარებში თუ ხამზატ ჩიმაევი და ეს დუპლესი შეხვდება ერთმანეთს ვინ მოიგებს. იქამდე კიდევ მინდა რომ დაწეროთ კომენტარებში ვიზე გავაკეთოთ შემდეგი ვიდეო თავისი ბიოგრაფიით, თავისი ჩხუბებით და მთლიანი ისტორიით. ეს იქნება ან ჰამზატ ჩიმაევი, ან მოქმედი ჩემპიონი დუპლესი. დაწერეთ კომენტარებში, მე კიდევ ამითი გემშვიდობები.